Გიბრუნდებათ ვიძაკაცი დღეს ისევ არაორდინალური სტუდენტი ყავს. მიბრძანდებით. გამარჯობა, ლუკა მუშკუდიანი. ლუკა მუშკუდიანი. გაიგეთ სადაწმინდეთ. რა ხდება დღეს? რითი არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე? მე უნდა ვცადო დღეს, რომ ავწიო ან 155 ან 160 კილო ბენჩზე. ანუ დღეს ველოდებით PR-ს. თუ 155 წავწევ, კმაყოფილი ვიქნები. თუ 160 წავწევ, ძალიან კმაყოფილი ვიქნები და შემდეგ სხვათა შორის ვაპირებ რომ პროგრამების მხრივ გავიარო Small Junior არის ასეთი პროგრამა და მაგით ვეცებ სამკვირიანი პროგრამა. ოღონდ ძალიან ბევრი ბენჩის კეთება მომიწევს დაახლოებით კვირაში 4-ში. დღეს გეგმა არის ასეთი, ვიწყებ 50-ით, 80, 100, 130, 145 და ნუ მერე ვნახოთ. გამოაჩინე ეს ერთი. ნახე სიმო, მამაკაცის ეტალონი, ვამაყობ რომ ეს ჩვენი ქართველი წარმოადგენელი არის. აი, დავიწყებ. მაგრამ დღეს რაღაცა ნერვიულობ პირველად რომ აი აქამდე სუფეხებზე მეკიდა, ანუ ავწევ წონას, ვერ ავწევ წონას, არა უშუალოდ, მაგრამ ძალიან მინდა და ძალიან გულდაწყვეტილი და ნაწყენი ვიქნები დღეს რომ ეს წონა ვერ ავწიო. გახურება დაიწყო. შემომიგე 15-იანი. დაწეკი. შეგიძლიათ დააკვირდეთ მოცემულ ცხოველს თავის ბუნებრივ ჰაბიტატში. ის იშვიათად გამოხატავს ინტერესს ქალების მიმართ. ძირითადი მისი ინტერესი შედგება ვარჯიშში. კაროჩე, ჩემი კამერამენი რატო არის ჩემი ძმაკაცი, რა ფული მე არა მაქვს რომ მაგას გადავხვალო, ამიტომ არის, თორე რეალურად საცემი გასალახი. რავი, პატივი არ უნდათ ამნაირ ადამიანს ჩემი აზრით. ჯერ ეს ერთი ქერაა, ბრატ, ყველაფერს თავი დავანებოთ. ო, ქერა კაცები გეები არიან. რავი, ძმა, სხვა რა ვთქვა. ისე დღევანდელი დღის მიხედვით გადაწყდება მე ჩემი პოლიტიკური კარიერა როგორ აშენდება ნელ-ნელა გამ თუ არა წინ აბიჯერს ნელ-ნელა. აგერ ეს კაცით დამფიქსირეთ. კიდევ ერთი კანდიდატურა ჩვენი პარტიის წევრად. კერძი დაჭიმული მაქვს ფეხები. ხო, მე ნელ-ნელა უბრუნდები მძიმე ვარჯიშებს, ოღონდ ლაით ვარიანტში. გუშინ დედლიფტი ვსადე, დიდი ხანი არ მქონდა განაკეთები და 220 კილო წავიდა ძალიან იოლად, მეტი არ გაუთამამდი, ახლა წელის ტრამვა მქონდა ასე თუ ისე და ფრთხილად 7 და წყნარად გავაკეთებ ყველაფერს. ახლა კი უყურეთ ამ ცხოველს. იდი! შეგიძლიათ შეაფასოთ ამ მამაკაცის მკერდი? თქვენი კომენტარი ლუკა მუშკუდიანი. რაზე? ყველაფერზე. ბიჭო, ყობახიძე. კაროჩე, ყველაფერზეოდა. აი, დავაფიქსიროთ, აბა რა სიზონს. ჩვენი ფალავანი, შემოდი კომენტატორი იყავ. კი ბატონო. აწია ზურგი. წამოწია შტანგა. დაიწყო. 1 2 3 ოჩახ, ბრავო. მე თუ დღეს ვერ ავწევ 160 კილოს, ყველაფერი ებრაელების ბრალი არის. მე რამდენს ავწევ თქვენია? შენ? 100 აწევ. მაგია რა პარამეტრები? რა, მართლა? შენი კერდის ზომით გავთვალე რომ შეიძლებდი მაგდენს. ბიჭო, მე ბენჩს ვსტევ. ჩამოვშა რა. ანუ ცადე 100. შენ ცადე 100 თუ გინდა, მე გავაკეთებ 100-ს. ზარი არა. 10-იანები. ას გახურებული. აში გჭირდება შენ გახურება, ასეთი მხურვალებიჯი ხარ. აი, ლუკა შევახლა სოფლიო რეკორდზე 100, 200, 300 კილოა დაგებული. ეს მაგთხოვა რო გეთქვა, რეალურად აქ არაფერი არ აგია, ფეიქია ყველაფერი. აბა 320 დაწეკ. ამ შვენიერ მამაკაცების წარმომადგენელს როგორ აქტიურად, აი, როგორ გამხვანებელი მინდა, იცი, ბიჭო, ძირითადად რაღაცა სპორტის არხებზე რო ყველაფერს ერთი და იგივე კაცი ახმოვანებს და არც ერთ სპორტზე არაფერი არ არის, ხო იცი? აი, ეგეთი მინდა რო იყო. მან გადმოიღო შტანგა, დაიდო მკერდზე და აწია ძლიერად. ყოჩახ, შედეგი დადებული. ასათი კილო კარგია. კარგად წავიდა ყველაფერი მშვენივრად და მომდენო ნაბიჯი იქნება 130. რაღაც ბიძახურობების ხოძე ვარ, შეიძლება? ჩვენ ხო პოლიტიკურად არაკორექტული არხი ვართ, ამიტომ თქვენი აზრით, ებრაელებს რატო უხაროდათ გაზის კამერაში რო იწვებოდნენ? გაზზე ფული დაიზოგა, ბრატ. ალლაჰ აკბარ. რაო? მოდი ერთი face-off-ი გავაკეთეთ, მან. რატო? Essa daqui fica parada. იოლი არ ჯერჯერობით 130, მაგრამ ნელ-ნელა ვიღაცა გადმოღებაზე უნდა დამეხმაროთ.
145 კილო არის მომდევნო, იმის ნამიხეებ რანაირად ეს წავა ძალიან ბევრ რამე გადაწყდება. თუ ძალიან იოლი იქნა, შეიძლება დავფიქრდე პირდაპირ 160-ზე შეცვლაც, მაგრამ მე ეჭვება და ალბათ მაინც 155-ზე შევალ ჯერ სიფრთხილისთვის. აქეთ ისევ ჩვენი კორესპონდენტი რაღაცას აკეთებს თავისთვის. კარჩე ისე წავიდა რომ ცოტა დისბალანსი იყო თითქოს რაღაცა, მაგრამ კარგად შევისვენე ერთი 5-7 წუთი. 55 დავაგოთ და დიდი იმედი მაქვს რომ აიწევა და გამილურჯდა ხელი. შევალ ახლა 155-ზე. ძალიან აჟიტირებული ვარ, ნერვიულობა ცოტა მაძაგძაგებს. კარგი არის, ესე იგი ადრენალინი შედის. ორგანიზმში მოვიხოდები ერთ კარგ ჩამცხებს აგერ ლუკა. დავყნოსავ, ოღონდ რას არ გეტყვით და ეგა. შეიძლება უნდა ჩაგაარტყა და მერე დავყნოსო და ჩვენ ჩაგაარტყა და მერე დავყნოსო. ძალიან კარგია, მოხარული ვარ, შესაძლოა 160-ზე წასვლაც. ჩემი აზრით უნდა წავიდეს. ჩემი აზრით შეუძლია. ეხა ისე კარგად აწია რომ ჩემი აზრით შეუძლია. ადრენალინის ფონზე მაგარი მაძაგძაგებს მოწეს. კარგ ხოძზე ვარ, ახლა ერთი კარგი დასვენება ისევე მოხოდვა იგივე და ყველაფერი მშვენივრად იქნება. ცდაღირს 160. ახლა ისევე უნდა ფოკუსირდე, მოვიხოდო, კარგად ნიშადური შევიყნოსო. მაგნეზია წავისვა და უკვე 160 კილოზე შევდივარ. 160 კილო თვალწი ზებებნიერი ვიქნები დღეისთვის და შევისვენებ დაახლოებით 4-5 დღე ძიმე ბენჩისგან და დავიწყებ ახალ პროგრამას. ახალი პროგრამა წესით უნდა გაგრძელდეს 3 კვირა და მე 4 კვირაში უკვე ახალ ფიარზე უნდა წავიდე. 65-70 იმის დამიხედვით ეს როგორ წავა. Let's go. კარგად. კარგად შემო. ცოტა ხმამაღალი იყო ბოდიში. ვაიმე. ოუ, მოიცადე. ძალიან მიხარია. ახლა გამახსენდა რომ უნდა გამხარებო. ძალიან კარგია. ძალიან აღსწორებს. ტექცული მაქვს ახლა უყურო. იგიც დაფიქსირე, რა ფერა გამოგაღერე. აუ, ძალიან კარგია. რამდენიმე დღე შესვენება ახლა და 3 კვირა პროგრამა, მე 4 კვირაში ფიარზე გასვლა. აუ, მაგარია. გამოწერეთ ჩვენი არხი და ლაიქით ვიდეო, დაწერთ კომენტარები. ნელ-ნელა ვიხოდებით ძალიან კარგად.